შეღებილი ატამი, სოკოთი, დაავადებული კარტოფილი, პესტიციდები, დაბინძურებული საკვების პროდუქტები და საზოგადოების კითხვები. რას ვჭამთ? გასულ კვირას გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში მომხდარმა შემთხვევამ, სადაც გლეხი ვიზუალური ეფექტის გასაუმჯობესებლად საკუთარ მოსავალს ქიმიურად ამუშავებდა, საკითხი კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა. რამდენად დაცულია დღეს ხილბოსტნეულის ბაზარი საქართველოში, რა სტანდარტებით აწვდიან წარმოებლები პროდუქტებს ბაზარს და რამდენად ვარ თვითკმარი? ამ თემზე ვისაუბრებთ ვახტანგ ბეჟიდაშვილთან, ხილბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტთან. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის. საკმაოდ უსიამოვნო შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენ ვნახეთ ატამი, რომელიც იყო შეღებილი. და განსაკუთრებით პრობლემურია, მე დარწმუნებული ვარ, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამ ბიზნესში საქმიანობს, მათთვის კიდევ უფრო მძიმე სანახავია, იმიტომ რომ რეალურად ეს პრობლემას ქმნის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ფერმერისთვის, არამედ მთლიანად ყველასთვის. ამიტომ ჩვენი საუბარი მინდა სწორედ ამ შემთხვევით დავიწყო, რამდენად უფრთხილდებით ამ სექტორში მომუშავე ადამიანები საკუთარ პრესტიჟს, რომ მსგავსი პრობლემებისგან იყო დაცული და რას აკეთებთ იმისთვის, რომ რეალურად ჩვენ მომხმარებლები გენდობოდეთ ყველას, ვინც ამ მიმართულებით საქმიანობთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს, მშვიდობას, სამართლიანობას და ჯანმრთელობას უსურვებ ყველას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მადლობა ინტერესისთვის. ეს თვითონ ჩვენთაგან ეხება, ჩვენ ბიზნესის წარმომადგენლები ისეთივე მომხმარებლები ვართ იმ სასუსათო პროდუქციის, რომელსაც ფერმერები აწარმოებენ, როგორც საზოგადოების ყველა ნაწილი და რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია თუ როგორ პროდუქციას აწარმოებენ ჩვენი ფერმერები, როგორი ხარისხის არის, როგორ არის მოყვანილი და პროდუქციის მიკვლევადობის სათანადო დონე თუ არის ქვეყანაში უზრუნველყოფილი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია რა თქმა უნდა სასურსათო უსაფრთხოებასთან და თითოეულ ჩვენი მოქალაქის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფაქტს, ეს ფაქტი ჩემის აზრით არ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ესეთ ასე ვთქვათ გადადგმულ ნაბიჯებს ფერმერების მხრიდან არ აქვს ინტენსიური ხასიათი, უფრო ალბათ გარკვეული ხუმრობის ხასიათს ატარებდა. მე ამ პიროვნებამ თვითონ ახსნა კიდევაც შემდგომ სიუჟეტებში, თუმცა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში და ეს სწორიც არის. ზოგადად სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამუშავება ესეთი კუთხით პირდაპირ ახლა რა თქმა უნდა მიუღებელია, თუმცა საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს გარკვეული მაგალითები, როდესაც ხდება პროდუქციის გარეცვა, შემდგომში შესაბამისი სასურსათო პარაფინის დამუშავება, რომელიც ჩვენთან არ არის გავრცელებული, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებში მაგალითად ეს მიღებული პრაქტიკა, იგივე ევროპის ქვეყნებშიც, თურქეთშიც, ირანშიც და ასე შემდეგ უკეთებენ სპეციალურ პარაფინს, რომელიც პროდუქციას იცავს, ასუფთავებენ ჯერეცხავენ და შემდგომში უკეთებენ სპეციალურ პარაფინს, რომელსაც მოყავს პროდუქცია შესაბამის, ასე ვთქვათ, კონდიციაში, იცავს დაზიანებისგან, შემდგომში უფრო ამტანი ხდება ტემპერატურის ცვალებადობისგან, ასევე შეიცავს გარკვეულ ისეთ ელემენტებს, რომელიც დაუშვათ მიკროორგანიზმებს არ აძლევენ საშუალებას, რომ სწრაფილპობა მოხდეს და ასე შემდეგ. გარკვეული დადებითი მომენტიც ახლავს ესეთ, ასე ვთქვათ, დამუშავებას, თუმცა არა ისეთ პირობებში, როგორც ჩვენ ვიხილეთ, ეს რა თქმა უნდა, იმედია რომ ხუმრობა იყო და მასიურ ხასიათს რა თქმა უნდა არ ატარებს. კი ბატონო, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც ხილი ადგილობრივად წარმოებული ხილი ძალიან აქტიური მოხმარებაში რეალურად ამ დროსაა განსაკუთრებულად მნიშვნელობა დაუშვათ რეალურად რა ვჭამთ. შეგიძლია თუ არა თქვათ იმ ადამიანმა, რომელიც ამ სექტორში ამდენი წელია მუშაობს და მოღვაწეობს, ხო, რომ ჩვენ დღეს საქართველოში მოყვანილ პროდუქციის დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში ხარისხობრივად აკმაყოფილებს სტანდარტებს და ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც ქართულ ფერმერს აქვს ხოლმე იმპორტირებული უხარისხოა და მოდი ეს არ ნიშნავს, რომ რეალურად უხარისხო, უბრალოდ როდესაც უნდა რომ საკუთარი პროდუქციის უპირატესობაზე გისაუბროთ, აი ჩემი მოყვანილი ბევრად ხარისხიანია, ჩვენ სხვანაირად ვული და შემდგომ. რეალურად ქართული პროდუქცია არის ხარისხიანი, მთლიანობაში ვლაპარაკობ ზოგადად ბაზრის ტენდენციის, დღეს არსებული ტენდენციებით და არა დაუშვათ კონკრეტულ შემთხვევებზე არ მაქვს ხედელობაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გამომდინარე იქიდან ჩვენ ყველას გვინდა რომ ქართული პროდუქცია იყოს ასე ვთქვათ ჯანსაღი და რეალურად ეგრეც არის პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, თუმცა ბევრი ასე ვთქვათ სამუშაო აქვს შესაბამის სტრუქტურებს და თვითონ ფერმერებსაც გარკვეული ასე ვთქვათ განათლების კუთხით, ინფორმირებულობის კუთხით გარკვეულად რომ შესაბამისად სტანდარტებში მოიყვანონ იმ პესტიციდებისა და შხამქიმიკატების მოხმარება
დახმარება და სათანადო აგროვადებში უზრუნველყოფნა და არა ისე დროს, როდესაც უკვე პროდუქციას უახლოვდება სიმწიფის პერიოდი, რომ არ მოხდეს ამ პროდუქციის დაბინძურება, არ იყოს მასში მაგალითად აზოტის მაჩვენებელი მაღალი, იგივე გერბიციდების ხმარების დონე არ იყოს მაღალი, რომელიც პირდაპირ შედის პროდუქციაში და შემდგომში ეს იწვევს ადამიანის ჯანმრთელობაზე, მავნეზე გავლენას. სხვათა შორის ამ კუთხით საქართველოში არის საკმაოდ რთული მდგომარეობა იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი მოგეხსენებათ ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტია და ეს გარკვეულწილად რა თქმა უნდა დამოკიდებულია გარემო კლიმატის ასე ვთქვათ დაბინძურებაზე და უშუალოდ იმ პროდუქციის ასე ვთქვათ მიღებაზე, რომელთა პროდუქციასაც მიირთმევენ ჩვენი მოქალაქეები. ეს არ ეხება მხოლოდ ხილ და ბოსტნეულს, სხვადასხვა კომპონენტებია, მაგრამ ძირითადად ადამიანები რა თქმა უნდა ხილ და ბოსტნეულით იკვებებიან და შესაბამისად ეს სტანდარტები უნდა იქნას მაღალ დონეზე აწეული და შემოწმება უნდა ხდებოდეს რეგულარულად. როგორც შემპორტირებულზე, ასევე შიდა დღეს ესეთი შემოწმებები ნაკლებად გვხვდება ჩვენ შიდა ბაზარზე, ფაქტიურად თითქმის არ არსებობს და ერთადერთი გამოსავალი არის, როდესაც დაუშვათ და მიდიოდა რეფორმა და ეხლაც მიდის იმ კუთხე, რომ იყოს პროდუქციის მიკვლევადობა სათანადო დონეზე, ფიტოსანიტარული სამსახურის თანამშრომლები რეგულარულად უნდა მიდიოდნენ და ამოწმებდნენ და არ უნდა უშვებდნენ ღია მიმოქცევაში ისეთ პროდუქციას, რომელიც შესაძლებელია იყოს ჩვენი ჯანმრთელობისათვის მავნე და ამისათვის გარკვეული ნაბიჯები იქნა გადადგმული, თუმცა ეს როგორც ჩანს ისეთ კმედით უნარიანი არ არის, ესე რომ იყოს თუნდაც ის ფაქტი, რომელიც ახლა გამოვლინდა, ეს ადამიანი ესეთ ამამა და ვერ გაბედავდა, მით უმეტეს სოციალურ ქსელში გაავრცელა მან ეს ვიდეო და მას რომ ქონოდა დაუშვა, ეხლა უკვე კი დაინახა რომ მიაკითხეს მას შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენლებმა, მაგრამ მას რომ ცოდნოდა და ესეთი შემოწმება რეგულარულად რომ ტარდებოდეს, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ესეთ ფაქტსაც არ ექნებოდა ადგილი და ყველას ეცოდინებოდა რომ თუნდაც შეღებილი ან ზედმეტი პესტიციდებით ან სასუქით მოყვანილი და შხამქიმიკატებით გაჯერებული პროდუქცია ვერ პოვებს გასაღებებს ბაზარზე, ამის უფლება უბრალოდ არ ექნება, მაგრამ დღესდღეობით ამის კონტროლი ძალიან ძნელია და თითქმის არც მიმდინარეობს. ასე რომ საკმაოდ მაღალი რისკები არის ამ კუთხით და შესაბამისმა სტრუქტურებმა რა თქმა უნდა იმუშაონ. რაც შეეხება საექსპორტო პროდუქციას ამოწმებს ფიტოსანიტარი ვიზუალურად. ამ შემთხვევაში არ ხდება მისი დათვალიერება და ჩვენგან გაგზავნილი პროდუქციაც ძირითადი ნაწილი მოგეხსენებათ მიდის რუსეთის ბაზარზე და ყოფილ დსთ-ს სივრცეში და იქაც არ არის დაუშვათ ისეთი მკაცრი კონტროლი, რომ მაგალითად ამოწმებდნენ ამ პროდუქციას. ფერმერების და დაუშვათ ამ სექტორში დასაქმებულების კეთილსინდისიერებაზე ვარ დამოკიდებული. კი ბატონო. ამ მოცემულობაში ეს სურათი გვაქვს. ძალიან სამწუხაროა და იმედი ვიქონიეთ, რომ დაუშვათ ეს კონტროლის მექანიზმი კიდევ უფრო გამკაცდება ამ ნაწილში. ყოველ შემთხვევაში ისე არ გამკაცდება, რომ ბიზნეს შეუშალოს ხელი, მაგრამ რეალურად რომ მაქსიმალურად ჯანმრთელი პროდუქციის მიღება შეგვეძლოს თითოეულ ჩვენგანს მეს და თქვენს. რადგან საექსპორტო ნაწილს შეეხეთ, რა სურათი გვაქვს დღეს, რამდენად აქტიურია გაყიდვები და დაუშვათ იმის გათვალისწინებით, რომ ხილი და ბოსტნეული მალფუჭებადი პროდუქტია და ეს პერიოდი პირობითად მოკრეფიდან შემდგომ დასაწყობებამდე და მერე ეს მთელი დაუშვათ გატანამდე ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ დროსთან არის დაკავშირებული, თუმცა რადგან ის მალფუჭებადია, ძალიან თითოეულ წამს და დღეს და განსაკუთრებული მნიშვნელობა. აი ამ სიტუაციაში რა მთავარ გამოწვევას აწყდებით, ეს ერთი და მე აუცილებლად მინდა რომ ვისაუბროთ გაყიდვების მაჩვენებელი და ტენდენცია როგორია და რამდენად მოთხოვნადია კვლავაც საექსპორტო ბაზრებზე ქართული ხილი და ბოსტნეული. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სოფლის მეურნეობის პროდუქცია მოგეხსენებათ მალფუჭებადია და შესაბამისად შეიცავს მაღალ რისკებს, ამიტომაც კონკრეტული ინვესტიციების ჩადება სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ბიზნესს უჭირს, კერძო სექტორი მაქვს მხედველობაში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ის პროექტები, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით იქნა განხორციელებული. მოცვის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ძალიან წარმატებული პროექტია, კარგად იმუშავა. შემდგომში სხვადასხვა მიმართულებით ასევე დანერგემომავალი, აქ ძალიან ბევრი პრობლემებია, თუმცა ამ პრობლემების აღმოფხვრა ერთი საკითხია და თავისთავად ცხადია, შესაძლებელია და დიდი გამოწვევებია იმისთვის, რომ თვითონ სექტორების მიხედვით სწორი გათვლა გაკეთდეს, სწორად გაკეთდეს ინვესტიციები. კი ბატონო, და შემდგომში უკვე ამ პროდუქციის, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოსავლის მოყვანა არ არის, ამ მოსავალს სჭირდება შესაბამისი, ასე ვთქვათ, შეფუთვა, დამუშავება, სამაცივრე სისტემები, სასაწყობე მეურნეობები და ლოჯისტიკური ხაზით უკვე შესაბამის ბაზრების
ფერმერების მიმართულებით გაშვება და ერთი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც თქვენს ნებართვით მე მინდა რომ აღვნიშნო, უკვე გამზადებული პროდუქცია რაც ახლა მიდის დაუშვათ საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ესეთი პრობლემა, პრიორიტეტი მინიჭებული აქვს სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რომელიც მიდის ექსპორტზე, თუმცა არის ერთი პრობლემა, როდესაც მიდის ყაზბეგის გამშვები პუნქტის მიმართულებით, ლარსის მიმართულებით, იქ არის ესეთი კერძო ავტოსადგომი გაკეთდა ახლა, სადაც დიდი ნაკადების გამო შესაბამის მანქანებს აჩერებენ, აყოვნებენ გარკვეული დროით და სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმათთან ერთად გაჩერება საკმაოდ რთულ მომენტებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვკარგავთ დაახლოებით 24 საათს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იყო მომენტი, როდესაც მოცვის მანქანებს ატარებდნენ პრიორიტეტში ამის გავლით, გვერდისავლით და ეხლა რატომღაც ეს პრიორიტეტი აქვს მოხსნილი, გუშინ ჩვენ გქონდა საუბარი შესაბამის უწყებებთან, ვერანაირად ვერ მივახციეთ, პომიდორის ექსპორტი იყო ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს ეს პომიდორი იქნება, ეს იქნება ვაშლატამა, ატამი, ქლიავი თუ ისეთი პროდუქცია, რომელიც ტემპერატურულ რეჟიმს და შესაბამის შენახვის პირობებს საჭიროებს და რომელიც სწრაფად უნდა გადაადგილდეს იმისათვის, რომ ფრეშ სახით მიეწოდოს ბაზარს, იქ მაღალი კონკურენციის პირობები გვაქვს და რაც უფრო მალე მივა პროდუქცია და რაც უფრო მაღალხარისხოვნად იქნება წარმოდგენილი, ჩვენი ექსპორტიერები უფრო ადვილად შეძლებენ მის გასაღებას კარგ ფასად და შემდგომში უკვე ეს ექსპორტიორი დაბრუნდება ფერმერთან, რომ კიდევ შეიძინოს პროდუქცია. შემდგომში ფერმერს ექნება სტიმული, რომ ახალი მოსავალი მოიყვანოს. რაღაც გარკვეულ ბიუროკრატიულ მექანიზმთან გვაქვს აქ საქმე. მე ვფიქრობ, შესაბამისმა უწყებებმა ჩვენ ასოციაციის სახელით დღეს ვაპირებთ, რომ მივმართოთ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, მათი პრეროგატივაა, რომ ეს საკითხი მოაგვარონ. თავის დროზე ჩვენ მქონდა კომუნიკაცია და საკმაოდ კარგად დაალაგდა ეს სისტემა, თუმცა ახლა გარკვეული ხარვეზები შეიქმნა, არ ვიცი რის ბრალე, ალბათ გარკვეული შუალედური რგოლის იმ კომუნიკაციის პიროვნებების ბრალი მგონია, ვინც ელემენტარულად ექსპორტსა და იმპორტს ვერ არჩევს ერთმანეთისგან. მე რომ მქონდა გუშინ საუბარი, რაღაც იმპორტზე მელაპარაკებოდა, საერთოდ ექსპორტზე ამ შემთხვევაში საუბარი და პრიორიტეტი აქვს ექსპორტს და სოფლის მეურნეობის პროდუქციას და შესაბამისად აი ესეთი რაღაცა დეტალები არის გამოსასწორებელი, იმედია გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს. დანარჩენი ახლა მიმართულებით ექსპორტის მიმართულება კარგად მუშაობს, არის გარკვეული რაოდენობები და მოცულობები, ვაშლატამას რაც შეეხება. პროდუქცია გაიტანეთ უკვე და დაუშვა ექსპორტზე და რა მოცულობის გატანა იგეგმება მომდევნო თვეების განმავლობაში, ანუ რომ მაყურებელი მიხვდეს, რამდენად დაუშვათ აქტიურია მოთხოვნა ქართულ ხილსა და ბოსტნეულზე საექსპორტო ბაზრებში. აქ საუბარი არის ახლა კონკრეტულად ჯერ სეზონები რადგანაც არ დასრულებულა, რაღაც შუალედური სტატისტიკა არსებობს, მაგრამ ციფრებში გეტყვით, ახლა ტონაჟით რამოდენიმე რა თქმა უნდა 10,000 ტონაზეა საუბარი და რამოდენიმე 10 მილიონ დოლარის შემოსავალზე არის ექსპორტიორებისა და ჩვენ შესაბამისად ჩვენი ფერმერების და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანების მიმართ. ეს არ არის დიდი ციფრი ამ შემთხვევაში მთლიანი ჩვენი ეკონომიკისთვის, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, თუ ამ შემოსავალს რამხელა ეფექტი აქვს ასე ვთქვათ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანებისთვის და ჩვენი დარგების გაძლიერებისთვის, ეს რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დიდი პოტენციალი ამის მიღმა და ამის შედეგად უკვე სტიმული ეძლევა ჩვენ ფერმერებს, რომ კიდე იმუშაონ და გაზარდონ პროდუქციის ხარისხი და რაოდენობა. პოტენციალიდან გამომდინარე, რატომ ვერ ხერხდება ამ დრომდე, რომ დავუშვათ ბაზრების რეალური დივერსიფიცირება მოვახდინოთ? გასაგებია, რომ მალფუჭებადია, მეზობელია და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ რუსეთში გადის ეს პროდუქცია, თუმცა რა არის მთავარი ხელის შემშლელი, რომ დაუშვათ დღეს ქართული ხილი და ბოსტნეული ვერ გადის ისე, როგორც გვინდა რომ გადიოდეს სხვა ბაზრებზეც და ჯერ მაინც კვლავაც მხოლოდ ერთ ქვეყანაზე ვართ ჩამოკიდებულები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ჩვენ ყველა უყურებთ და თვალყურს ვადევნებთ ჩვენი ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებსაც, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, ასევე ქვეყნის გარეთ და საერთაშორისო ტენდენციებს, როგორ ვითარდება, ასე ვთქვათ, გლობალური, გეოპოლიტიკური თუ ისეთი მიმართულებები, როგორც აი სავაჭრო ომიც მიდის გარკვეულ წილად და ასე ვთქვათ, ფინანსებს უკავშირდება მაინც ყველაფერი, ეს სატარიფო ომი და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ერთმანეთთან რა თქმა უნდა მჭიდრო კავშირშია. ამ ტურბულენტობაში ჩვენი ქვეყანაც
მოქცეულია თავისთავად ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით თუ ართ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა და DCFTA-ის მეშვეობით ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია დღეის მდგომარეობითაც კი შევიტანოთ გარკვეული რაოდენობის პროდუქცია ევროპის მიმართულებით, ამას ჭირდება შესაბამისი სტანდარტები, შესაბამისი სერტიფიცირება და ისევ და ისევ ჩვენ უბრუნდებით ჩვენი ფერმერების მიერ წარმოებულ პროდუქცია, თუ არ გვექნება პროდუქცია წარმოებული, რას შევთავაზებთ საერთაშორისო ბაზრებს. ანუ რაოდენობრივად საკმარისი არ არის, ხარისხობრივად საკმარისი არ არის, თუ არა მთავარი პრობლემა რა გვაქვს? დიახ, რა თქმა უნდა, ეს არის რაოდენობები და შესაბამისი ხარისხი, რომელიც შესაბამის ფასად უნდა შევთავაზოთ საერთაშორისო ბაზრებს. ჩვენთან არ არის იმ დონის და იმ რაოდენობის პროდუქცია, რომელიც შეიძლება ასე ვთქვათ იყოს მათი ინტერესის სფერო. თუმცა ამ ხარისხი და რაოდენობის დახვეწა შესაძლებელია და ჩვენთან არის პოტენციალი ისეთი, რომ გაიზარდოს ეს ყველაფერი, ეს მოცულობები და იმას ვერ ვიტყვით, რომ პერსპექტივაა ჩვენთვის ვთქვათ ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზარი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამას ჭირდება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე სოფლის მეურნეობის კონკრეტულად გაძლიერება, შესაბამის სტანდარტებში მოყვანა, ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის მოყვანა. ეს გვაქვს ლაბორატორია, რომელიც ამ პროდუქციის ლაბორატორიულ შემოწმებას ახდენს, თუ მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით ვართ დაკმაყოფილებული ხო? ესეთი ლაბორატორიები, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გააჩნიათ, შესაბამისი, ასე ვთქვათ, მოწყობა ყველაფრის უზრუნველყოფილები არიან, თუმცა ეხლა ექსპორტზე მიმავალი ყველა ტვირთის შემოწმება ნამდვილად არ ხდება და შიდა ბაზარზეც გვაქვს მოგეხსენებათ ის პრობლემები, რომ შესაბამისად, რომ შემოწდეს პროდუქციის ხარისხი და დაუშვათ ნიტრატების რაოდენობაზე, შხამქიმიკატების რაოდენობაზე, რომ ხდებოდეს შემოწმება, საკმაოდ ცუდ სურათს დავინახავდით ამ შემთხვევაში და ამაზე არის ძალიან დიდი სამუშაო, რომ ნელ-ნელა მაინც ამ სტანდარტებზე გადავიდეთ და პირიქით ხელშეწყობა მოხდეს ბიომეურნეობების გაძლიერება მოხდეს. საქართველოს მცირემიწიანი ქვეყანაა და აქ ახლა არ შეიძლება რაღაც დიდი მასშტაბების უზრუნველყოფა, თუმცა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების შემთხვევაში მას საკმაოდ მაღალი ფასი აქვს როგორც შიდა ბაზარზე და ასევე გასატანათაც თუ იქნება გარკვეული მოცულობები ნებისმიერი ქვეყანა პირიქით შეგვეხვეწება, რომ ეს პროდუქცია ჩვენ მივაწოდოთ თუ ის იქნება ნამდვილად იმ სტანდარტების მქონე, რომელიც მას უნდა გააჩნდეს. თქვენ ახსენეთ, რომ გარკვეული პრობლემები დანერგემომავალთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროგრამა ძალიან პოპულარულია ფერმერებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანი წლების განმავლობაში ხელშემწყობი და მხარდამჭერი პროგრამა იყო. ამიტომ საინტერესოა რა პრობლემებს და გამოწვევებს აწყდებით, რომ დაუშვათ მაყურებლისთვის ეს საჯარო გავხადოთ და შესაბამისად მე ამაზე შესაბამისმა სტრუქტურებმაც უფრო აქტიურად იმუშავა. ნუ ახლა შედეგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ გარკვეული მიმართულებებში ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, რომ არ იმუშავა გარკვეულმა მიმართულებებმა, არ იყო დახვეწილი დაუშვათ კენკროვანებს შეეხება ეს ძირითადად. ასევე იმ დაუშვათ სამაცივრე სისტემები, გადამამუშავებელი ხაზები და ასე შემდეგ, ნუ გარკვეულ ასე ვთქვათ, აი ნაკლებად მისაწვდომია თვითონ ფერმერებისთვის და მე არ მინდა ხა კონკრეტულად ვიღაცას ბრალეულობაზე ვისაუბრო, თუმცა ნუ არაფერი არ იმალება და გარკვეული კორუფციული მომენტებიც იყო გარკვეულ პერიოდში. ეხლა ამ ბოლოს არ გამიგია, თუმცა იყო ეგეთი მიმართულებები, რომ რაღაც ინტერესების მიხედვით ანაწილებდნენ ამ ასე ვთქვათ გრანტებს, ამ მიმართულებებს და შესაბამისად ამან ვერ მიიღო მასობრივი ხასიათი და შესაბამისად ჩვენ არ აგვაქვს ის ეფექტი, რაც ჩვენ გვჭირდება და რა პოტენციალიც არის, ის პოტენციალი არ არის სათანადოდ ათვისებული. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ძალიან ბევრი სპეციალისტის ჩართვა დარგობრივად, იგივე ასოციაციები, იგივე ფერმერები, თვითონ სახელმწიფოს წარმომადგენლები, უცხოელებიც უნდა მოიწვიონ. სამინისტროსთვის აი ამ პრობლემებზე სასაუბროთ? ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობთ, როგორც ტელეეთერებით, ისევე, როდესაც გვეძლევა საშუალება, ეხლა კაიხანია ჩვენ არ ქონია კომუნიკაცია უშუალო და რაღაც გარკვეულ შეხვედრაზე არ დავსწრები ვართ, მაგრამ ნუ ეხლა ეს ინფორმაცია მათთვის თვითონ ანაწილებენ ამაზე, თვითონ არიან ამაში ჩართულები და ეხლა ეს პრობლემა თვითონაც იციან, ეხლა ქვეყანაში, როდესაც ისეთ სეზონზე, როდესაც არ უნდა შემოდიოს იმპორტზე, ირანიდან შემოდის ორლარიანი კომბოსტო, ესე იგი იქ რაღაც პრობლემა არსებობს გარკვეული მიმართულებით და ამაზე ერთობლივად არის სამუშაო, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და ასევე ფერმერებს და ასოციაციებს შორის, რომ დაიგეგმოს კონკრეტულად სად გვაქვს პრობლემა, სად გვაქვს ძლიერი მხარეები და ეს ყველაფერი ერთად უნდა შევაჯამოთ და ამის მიხედვით უნდა წავიდეს კონკრეტული მიმართულებით, როგორც დაფინანსება, ისე მხარდაჭერა და ეს ჩვენი ყველას პრობლემაა და ეს ყველა ერთად უნდა დავძლიოთ. და ჩვენი საუბრის ბოლოს თვითონ ბიზნესი რამდენად გაიზარდა, ძალიან ბევრი პრობლემა ჩამოთვალეთ, მათ შორის იგივე მოვლის კუთხით ამ ეს არის ისეთი პროდუქტები, რომელსაც სხვა ტიპის მოვლა ჭირდება, სხვა
ტიპის ცოდნა ჭირდება ყოფს თავიდანვანებად, რომელი გამოიყენოს რა პესტიციდი და შემდგომ, ხო? აი, რამდენად გაიზარდა ბიზნესი და რამდენად სწორად აღიქვამს, რომ მათ შორის იგივე ბიომიმართულება მნიშვნელოვანი საინტერესო და თუ არ ექნება ბიო, ყოველ შემთხვევაში ისეთი ხარისხობრივი პროდუქცია აწარმოოს, რომ მე ის მაქსიმალურად გაყიდვადი იყოს, თუ უბრალოდ ყველაფერი იყიდება და ბიზნესს ამ მიმართულებით დიდი ინტერესები არ აქვს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, მართლა ყველაფრის გაყიდვა შესაძლებელი თანამედროვე პირობებში, თუმცა უმნიშვნელოვანესი არის ახალ ტენდენციებზე გადასვლა და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიღწევების დანერგვა სოფლის მეურნეობის კუთხით. ამას ჭირდება შესაბამისი ინვესტიცია, შესაბამისი განათლება, ამას ჭირდება შესაბამისი, ასე ვთქვათ, კეთილი ნება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, რომ ეს მიმართულება ავიღოთ ბიომეურნეობებს რაც შეეხება და აგრეთვე ის ჩვეულებრივი მეურნეობები რაც არის, იქაც რომ თვითონ ფერმერების განათლება იყოს ძალიან მაღალ დონეზე, ამაში არის ძალიან ბევრი სამუშაო, რომ სწორად მოახდინონ მათ როგორც ჯიშების, ახალი ჯიშების დანერგვა, აგრეთვე მათი მოვლის საშუალებების სწორად გამოყენება. ეს არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ კიდევ იმ საკითხს დაუბრუნდეთ, რომ ჩვენმა შვილებმა და თვითონმა ჩვენთაგანმა მივირთვათ ჯანსაღი პროდუქცია. ეს ქვეყნის შიგნითაც ძალიან მნიშვნელოვანია და საექსპორტო პროდუქციისთვისაც აუცილებლად და არ შემიძლია არ გითხრათ, ბოლო პერიოდში ხილი და ბოსტნეული საგრძნობლად არის გაძვირებული. რას უკავშირებთ ამ ფაქტს და რა არის მთავარი განმაპირობებელი, რომ ასე გაძვია პირობითად მაგალითად ბალი, ეხა არ ვიცი, ამ დღეის რა აღირსება, თუმცა პირობითად იყო, როდესაც კილოგრამი ბალი რიგ ადგილებში დედაქალაქის 20, 22, 25 ლარით ღირდა. ნუ პირველ რიგში ეს დაკავშირებული იყო საგაზაფხულო ყინვებთან, რომელიც რა თქმა უნდა უსიამოვნო ფაქტორი იყო, ძირითადად შიდა ქართლის რეგიონს დაარტყა ამ კუთხით და ეს თავისთავად მოთხოვნა მიწოდების კუთხით, როდესაც პროდუქცია ვერ შემოვიდა შიდა ბაზარზე, შესაბამისად ფასიც იყო მაღალი. თუმცა ასე აღსანიშნავია ყველა მიმართულებით თითქმის გაძვირება პროდუქციის და ეს არის დაკავშირებული გარკვეულ ინფლაციის დონის მატებასთან და სოფლის მეურნეობის პროდუქცია ვერ იქნება განაყელებული და ცალკე ვერ იქნება, იმიტომ რომ მას ჭირდება წარმოებისთვის შესაბამისი საწვავის მოხმარება, ასევე დაუშვათ იმ პრეპარატების გამოყენება და სასუქების, რომელიც ასევე გაძვირებულია, ასევე მუშახელის საკმაოდ დიდი დეფიციტია, რომ ქვეყნიდან მოხდა ძალიან ბევრი ადამიანის გასვლა და შესაბამისად ფერმერებსაც ჭირდება დამატებითი მუშახელი და ესეც გაძვირებულია და აქედან გამომდინარე ეს თავისთავად ცხადია პროდუქციის ფაზდეს პირდაპირ არის ასახული. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ და სიამოვნებით გიმასმისლებთ კლავად ბიზნეს პარტნიორის ეთერში ვახტანგ ბეჭდაშვილი საუბრობდა.